უსმა გამოკითხვაზე ამჯერად სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაიბარა 24 წლის ახალგაზრდა BBC-ს დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია. მის საქმეზე არათუ პასუხისგებაში მიცემული ოფიციალურად იდენტიფიცირებულიც არავინა. ბრიტანული მაუწყებლის ხმაურიანი გამოძიების საქმეზე მდინარაძის უწყებამ აქციაზე მოწამლული და ნაცემი ადამიანების დაბარება დღეს დაიწყო. დავალოდოთ გამოძიებას ჩვენა ვართ სრულყოფილი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, თქვა ცოტა ხნის წინ ყაველაშვილმა. აი, ცივის დაურეკა ტრამპმა, სი ძინპინს და პუტინს დაურეკა. ასე პასუხობს ყაველაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას დაურეკა თუ არა მას ამერიკის პრეზიდენტმა. სექტემბერში მან თქვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ტრამპს შეხვდა და უთხრა, რომ დროა მათი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ყაველაშვილის მტკიცებით პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა. ევროკავშირს საქართველოს სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს. ევროკავშირი ამბობს ოცნების წევრი მაია ბითაძე ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებთან ომის დაწყებას, მაგრამ თუ ევროპას სურს, ჩვენ ახლავე მზად ვართ. პუტინი ევროპას ემუქრება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები ცდილობენ დაბლოკონ სამშვიდობო პროცესი და აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რაც სრულიად მიუღებელია რუსეთისთვის. ის იმუქრება, რომ თუ რუსულ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, განიხილავს საპასუხო ზომებს.